გამარჯობა, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას 5-14-დან. ABC პარალელოგრამის პერიმეტრი 10 სანტიმეტრია. ავიღოთ ABC პარალელოგრამი. დავაწეროთ A, B, C, D. პერიმეტრი მისი ვიცით არის 10 ტოლი. უნდა ვიპოვოთ BD დიაგონალის სიგრძე. დავაწეროთ X-ი. თუ ABD სამკუთხედის პერიმეტრი, ABD სამკუთხედის პერიმეტრი არის 8. ახლა აქ ბევრი ფიქრის გარეშე შეგიძლიათ ისედაც მივხვდეთ ახლა ცოტა დაფიქრდებით ლოგიკურად განტოლების დაწერის გარეშეც, მაგრამ რაღაცა ისეთი სტანდარტიზებული მექანიზებული გზით რა შეიძლება ყოფილიყო. შემოიტანეთ ლათინური პატარა ასოები. ერთნაირ გვერდებს დავაწეროთ ერთნაირი ასოები. შემდეგ გაშლილი სახით ჩავწეროთ პერიმეტრი, რაც არის მოცემული. A + B, A + B იქნებოდა პარალელოგრამის პერიმეტრი, ანუ ორჯერ A + B იქნებოდა 10. შესაბამისად, რა იქნებოდა სამკუთხედის პერიმეტრი? ეს იქნებოდა A + B + X-ი, ეს იქნებოდა 8. აქედან 10-ლად ჩასვა A + B არის 5 ტოლი. და თუ შევიტანდით ჩვენ ახლა აქ ამ ნიშნულობას, მაშინ ცხადია X-ი გამოვიდოდა 3 ტოლი. მგონია რომ მარტივად გავედით ფონს. ახლა მე-15 ამოცანა. მოდი მე-15-ს აქვე გავაკეთოთ. ABC პარალელოგრამის პერიმეტრი არის 60, ანალოგიურად გავხატოთ ABC პარალელოგრამი. მისი პერიმეტრი დავწეროთ, რომ არის 60. ამ შემთხვევაში უკვე 10 დიაგონალის სიგრძეზე ვიყავით ინფორმირებული. ეს იყო 17 და უნდა გვეპოვა ABC სამკუთხედის პერიმეტრი. პერიმეტრი ABC-ში კითხვის ნიშანი. ისევ შევიტანოთ ლათინური პატარა ასოები, რაც ვიცით ჩავწეროთ, ვიცით რომ 2A + B ეს არის 60 და შესაბამისად A + B ეს არის 30. შემდეგ ახლა რასაც გვეკითხებიან ის ჩავწეროთ. ABC სამკუთხედის პერიმეტრი ცხადია იქნებოდა A-ს დამატებული B დამატებული 17. დღეს ჩვენ A + B ვიცით. ეს გამოვიდოდა 30 + 17, ანუ 47. მე-16 ამოცანა. რომ დავაკვირდეთ ახლა მე-16 ამოცანას. აგერ ნახაზი მოცემულია და არ გვინდა მისი გადმოხაზვა. იპოვეთ რომ მცირე მართკუთხედის გვერდებით თუ დიდი მართკუთხედის პერიმეტრი არის 60, ან დიდი მართკუთხედის პერიმეტრი 60-ია. კი, გასაგებია, ხო? ეს არის 60. მაგრამ აქ ახლა ერთი დეტალია. ეს 4-ვე მართკუთხედი ერთმანეთის ტოლია, ხო? 4 ერთნაირი მართკუთხედით იყო აგებული. შესაბამისად, მოდი მე დიდი მართკუთხედის გვერდებს კი არა ვყნიშნავ. პატარა მართკუთხედის გვერდებს აღვნიშნავ. აი ამ მართკუთხედის გვერდები რო აღვენიშნა, ეს 10 და ეს B-ი რა გამოვიდოდა. ცხადია ესეც ახო იქნებოდა ეს ნაწილი. ესეც B ხო იქნებოდა. მაშინ გამოვიდოდა რომ ჩვენ დიდი მართკუთხედის პერიმეტრი რა გამოვიდოდა. ოღონდ ერთი პრინციპში აქ შეგვიძლია ერთ რამეს მივხვდეთ, ახლა მე მინდოდა ჩამეწერა რომ A-ს ანუ სწორად შევიფერეთ წერდი შავზე და მოვიფრე კალამი ხوار გაფუჭდა და მოვსწრა გადაერთვა. და აქ იყო ერთი მომენტი რომ მე ვაპირებდი ახლა ამის ჩაწერას რომ ეს არის A-ს დამატებული B დამატებული A დამატებული B, B დამატებული A დამატებული B
და ეს მინდოდა გამომრავლებინა 2-ზე და იქნებოდა 60. რა თქმა უნდა, ეს სწორია, მაგრამ აქ ერთი რამ არ უნდა დაგვაწყდეს. ანუ ესეც ხო B არის აქ. ხო, იმიტომ რომ ეს მართკუთხედი იგივეა. ქვედა მართკუთხედიც იგივე, ესეც ხო B არის. ანუ გამოდის, რომ A უდრის 2B-ს. შესაბამისად, ჩვენ ფაქტობრივად რა გამოგვდის, ნახეთ, ეს 2B-ა, ესეც 2B-ა, ანუ ეს გვერდი ჯამში გამოდის 4B. ეს გამოვიდა 2B. ანუ პერიმეტრი რა იქნებოდა? პერიმეტრი იქნებოდა 2B-ს დამატებული 4B გამრავლებული 2-ზე. აი ეგ იქნებოდა 60. უკვე გამოდის, რომ 12B არის 60 და B უდრის 5-ს, ხოლო აქედან გამომდინარე აი იქნებოდა 10-ის ტოლი. ჩვენ გვეკითხებოდნენ ზუსტად მცირე მართკუთხედის გვერდს და მცირე მართკუთხედის გვერდები გამოვიდა 5 და 10. წავშალოთ. როგორც მახსოვს, ქვედა ამოცანის შემთხვევაშიც იგივე არის. მოდი აქვე განვიხილოთ ახლა, ანუ თუ ჩვენ ამას 10 აღნიშნავდით, ამას B-თი, ესეც A, ესეც A იყო, ეს A, ეს იყო B, გამოდიოდა რომ B იყო 300 ტოლი, ხო? მართკუთხედი აგეს 5 ერთნაირი მართკუთხედისგან, როგორც ნახაზი ამცემ, რამდენჯერაა მეტი მიღებული მართკუთხედის პერიმეტრი მის დიდ გვერდზე. ანუ ჩვენ გვიდოდა P დიდი, ანუ მიღებული მართკუთხედის პერიმეტრი რამდენჯერ აღემატებოდა მის დიდ გვერდს და დიდი გვერდი რა გამოდის? დიდი გვერდი ხო გამოდის აი ეს მთლიანად, ანუ B-ს დამატებული 2-ა. მაგრამ ნახეთ ახლა, ჩავშალოთ. აი ეს ხო გამოდის იდეაში, რადგანაც B არის 3A, ამიტომ B-ს დამატებული 2-ა გამოდიოდა 5-ია. ესე იგი ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს მართკუთხედი, რომლის დიდი გვერდი არის, დიდ მართკუთხედზე ვსაუბრობ 5-ია, ხოლო პატარა გვერდი არის 3-ა. შესაბამისად, მისი პერიმეტრი რა იქნებოდა P დიდის? ეს იქნებოდა 300 პლუს 5-ია, 300 პლუს 5-ია, მარტივ მისახვედრია, რომ 3 5-ია, 16-ია იქნებოდა მისი პერიმეტრი. ანუ 16-ია უნდა შეგვეფარდებინა 500-ზე ის დიდ გვერდთან, ანუ 16 მეხუთედი გამოდიოდა პასუხი. მოდი ახლა თავად შავ ეკრანზე ვწეროთ 5-18. პარალელოგრამი, რომლის პერიმეტრი არის 54, დიაგონალებით გაყოფილია 4 სამკუთხედად. მოვიდეთ პარალელოგრამი, გავავლეთ ერთი დიაგონალი, მეორე დიაგონალი, 4 სამკუთხედად არის გაყოფილი პერიმეტრი. პარალელოგრამის ვიცოდით იყო 44. ორი არატოლის საკუთხედის პერიმეტრების სხვაობა არის 6-ის ტოლი, ანუ არატოლი, ანუ იდეაში ეს არის P1, ეს არის P2. და ნუ ახლა თუ დააკვირდებით, ჩვენ ხო ვიცით, რომ პარალელოგრამის თვისება, პარალელოგრამის დიაგონალები გადაკვეთის წერტილით შუაზე იყოფიან. და რა განსხვავება გამოდის ახლა P1-სა და P2 შორის, ხო? ანუ არატოლი დიაგონალებით მიღებული არატოლი სამკუთხედების პერიმეტრებს შორის რა არის განსხვავება? ორი გვერდი ერთნაირია. თუ ანუ დიაგონალების ნახევრები რაც არის გვერდები, ისინი ერთნაირია. განსხვავება იმალება თავად პარალელოგრამის გვერდებში. რომლის აი ამ ზედა ანუ P2-ის შესაბამისი გვერდი იქნებოდა უფრო მეტი თუ P1-ის შესაბამისი გვერდი, პირავითად დავაწეროთ ეს თქვა არის ეს B არის, ანუ A უფრო დიდი იქნებოდა თუ B, ეს ისრები ახლა უჭებს საქმეს, იმის მიხედვით იქნებოდა პერიმეტრები უფრო მეტი, ხო? და მოდი თქვათ B არის, თქვათ, ჩვენზეა დამოკიდებული დიდ გვერდს დავარქვათ B. ნუ B არის, თქვათ, მეტი არტოლი 100. კაცრად მეტი იქნება, იმიტომ რომ აშკარად განსხვავება არის, ხო? 6-ის ტოლია. ანუ ფაქტობრივად ვიცით, რომ P2 მინუს P1 იქნებოდა 6.
რატო ვისაუბრე ამდენი ახლა აქ აი თქვა დიდი გვერდი B არის, იმიტომ რომ ორი შემთხვევის განხილვის ცდონება არ ქონოდა ვინმეს. აი მე ხო არ ვიციო რომელია უფრო დიდიო და თქვა აღარი უფრო დიდი მაშინ 100 მინუს P1 მინუს P2 იქნებოდა 6. თქვა B არის უფრო დიდიო, ხო შეიძლება ვინმე ასე იმშელოს, მაგრამ მე გირჩევთ დიდ გვერდს დავარქვით B. და პირიქით შეხედოთ საკითხს. ვთხოვდნენ პარალელოგრამის დიდ გვერდს, ანუ იდეაში B-ს ითხოვდნენ, იმიტომ ჩვენთვის დიდი გვერდი ახლა B-ს დავარქვით. დიდ გვერდს დავარქვით B. ჩავწერდით ამას გაშლილი სახით, ეს იქნებოდა O-ჯერ A პლუს B გარი 44. ამასაც ჩავწერდით გაშლილი სახით და რა იქნებოდა ეს? პირდაპირ B მინუს A იქნებოდა 6. და რატო? იმიტომ რომ ეს შედგება ერთი დიაგონალის ნახევარი, მეორე დიაგონალის ნახევარი და B. ეს შედგება ერთი დიაგონალის ნახევარი, მეორე დიაგონალის ნახევარი და A. და შესაბამისად ესენი ერთნაირი აქვთ, ხო? ერთი დიაგონალის ნახევრები და მეორე დიაგონალის ნახევრები. ანუ რჩება B და A. ნუ ეგ თვალითაც მარტივი აღსაქმელი იყო. ეგ ვიცით. ანუ გამოდის, რომ A პლუს B ვიცით ჩვენ არის 22, ხოლო B მინუს A არის 6. თუ თქვენ ადგებთ და დაკრებით ავტოლოპებს, აები ერთმანეთს გააბათილებ და 2B გამოდიოდა 28 და B გამოდის 14. ნუ წესით მე-18 ამოცანაში პასუხი უნდა იყოს 14. მოდი ნახოთ 19 რას გვეუბნება. პარალელოგრამის დიაგონალი გვერდებთან ადგენს 25 და 35 გრადუსიან კუთხეებს, იპოვეთ პარალელოგრამის კუთხეები, ნუ ძალიან მარტივი ამოცანაა. დასადავდით პარალელოგრამს, გავლებდით დიაგონალს, მიგწევოდით რომ მახვილი კუთხის წვეროდა უნდა ყოფილიყო დიაგონალი გავლებდით და გვერდებთან თუ ადგენს 25 და 35 გრადუსიან კუთხეებს, გამოდის რომ პარალელოგრამის ერთი კუთხე იქნებოდა 60 გრადუსი. შესაბამისად, ხო ვიცით მეორე კუთხე ყოველ მეზობელ გვერდთან მდებარე ორი კუთხის ჯამი 180 გრადუსია. ნუ თუ ქვედა 60 იყო, ცხადია ზედა იქნებოდა 120 გრადუსი. მოდი აქვე დავთვალოთ აგერ მე-20 ამოცანა რას ითვლებს. ABC პარალელოგრამის პერიმეტრი 50-ია და კუთხე C არის 30 გრადუსი. ანუ ხარავთ პარალელოგრამს. მისი მახვილი კუთხე 30 გრადუსია. B CD, ნუ რა თქმა უნდა, C-ც 30-ია და მიდო A30. კარგი. პერიმეტრი მისი არის 50. სიმაღლე ამოცანული PR სიმაღლე. ხოდი შეძრაკ. ასე. იპოვეთ პარალელოგრამის გვერდები. როგორ დაალაგდებოდა? უცებ, აი რისი დანახვა შეგვიძლია ჩვენ ახლა აქ, რომ პარალელოგრამის გვერდებს რომ გვეკითხებიან, ეს არ დაგვაუწყდეს. რისი დანახვა და აი პატარა მართკუთხა სამკუთხედი, სადაც მახვილი კუთხე 30 გრადუსი, აი ამ მართკუთხა სამკუთხედზე გესაუბრებით და შესაბამისად ჰიპოტენუზა იქნებოდა 10. ახლა დააკვირდით. თუ ეს გვერდი 10-ია, რა მინდა ხოლმე დაინახოთ. თქვენ თუ უყურებთ, რომ პარალელოგრამის ან მართკუთხედის პერიმეტრი არის რაღაც x-ი, მაშინ მეზობელი გვერდების ჯამი ხო იქნება, ანუ A პლუს B იქნება აუცილებლად x ნახევარი. რატო? იმიტომ რომ რა არის ეს x, ანუ რა არის აქ 50, ხო არის გაორკეცებული გვერდების ჯამი, ხო, ეგ 50 და მაშინ გამოდის, რომ მეზობელი გვერდების ჯამი, ანუ არატოლი გვერდების ჯამი პარალელოგრამში იქნებოდა 25-ის ტოლი. შესაბამისად ახლა გამოდის, რომ A-ც პლუს B-ც იქნებოდა 25 და B-ც იქნებოდა 15. ანუ პასუხი არის 10 და 15. 21 ამოცანას რაც შეეხება ეცეზე გადავიდით უკვე. გავხოთ 21.
ტრაპეცია კი დახატული, მაგრამ ნახეთ როგორი სიტუაცია, ჯერ პარალელოგრამი იყო მოცემული. ცეწვერო ეს იყო CD გვერდის გაგრძელებაზე. ან გამოვლებული ესე ცეწვეროდან გამოვლებულია CD გვერდის ტოლი CK მონაკვეთი AD გვერდის გაგრძელებასთან გადაკვეთამდე. ანუ AD გვერდის გაგრძელება იყო ესე. და აი ამის გადაკვეთამდე იყო რაღაც მონაკვეთი გავლებული და ეს მონაკვეთი CK აღმოჩნდა DC-ს ტოლი. გვერდის CD გვერდის ტოლი CK კი ბატონო. კას გადაკვეთამდე, AD-ს გადაკვეთამდე. ვიცით ABCD-ს პერიმეტრი, ნო? ინგრის 100 და ვიცით DCK-ს პერიმეტრი, ეს არის 50, ვიცით რომ AD უდრის 3 DK-ს და ვითხოვენ DK-ს. DK-ს ვითხოვენ და მოდი დავიწყოთ, ახლა მოდი DK იყოს X და არ შეგვეშინდეს დავაწყოთ ლათინურ პატერასევეს იყოს ეს იყოს B. ესეც ხოა იქნება, თუ ტოლი იყო გადადებული და ეს ხო B იქნება. მოდი ახლა გაშლის სახით ჩავწეროთ პერიმეტრები, რა გამოდის ABCD? კლასიკურად A + B + A + B, ანუ ორჯერ A + B გამოდის 100 და A + B გამოდის 50. ახლა რა გამოდის DCK-ს ვაკუთხედი, ხო? DCK. DCK გამოდის 2A + X, ხო? გამოდის 50. A + X. და რა არის ახლა AD და DK? AD გვერდი არის S, DK არის S, ანუ გამოდის რომ B უდრის 3X, ხო? DK თუ X-ით ხონდა აღნიშნული, ანუ აქედან გამოვიდა რომ B უდრის 3X. მაშა სადავე თუ ჩვენ ახლა აი სისტემას გამიხილავთ, აი ფაქტობრივად A + B უდრის 50-ს, 2A + X უდრის 50-ს, ხო, 50-ს, 50 გამოვიდა 100-დან და B მივიღე 3X. როგორ ამოხსნით ახლა ამას არ შევიტანია აქ ეს მაგივრად, ანუ A + 3X არ მექნებოდა 50, ქვემოთ 2A + X არ მექნებოდა 50. და ამ სისტემას არ ამოხსნიდი? რა თქმა უნდა, აი -2-ზე გამორებული თქვა ზედას, მექნებოდა -200 -6X უდრის -100, ქვემოთ იქნებოდა 2A + X უდრის 50, შესაბამისად დავკლებდი ამათ 2A-ები გააბათილებდა -5X უდრიდა -50 და X-ი გამოვიდოდა 10-ის ტოლი. მორჩა, რასაც გეკითხებოდნენ, მივიღეთ. სადაც გავუკეთებია. ლათინური პატერასევები დავაწეროთ და მე სისტემა და მისი ჯანი მარტივად გავწრებოთ. შესაძლოა ცოტა უფრო მარტივი გადაწყვეტაც გქონდეს, მაგრამ აი წინასწარ დაფიქრების გარეშე დავყევით და ნახეთ რომ აი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გამოვიდა. 22 ამოცანა. მართკუთხედის დიაგონალი ერთ-ერთ გვერდთან ადგენს 30 გრადუსიან კუთხეს. გავიხოთ მართკუთხედი. გავლოთ დიაგონალი. ნუ ერთ-ერთ გვერდთან ადგენს 30, თვალით რომელიც ჩანს ახლა 30 იმას დავაწეროთ. იპოვეთ უმცირესი კუთხე დიაგონალებს შორის. გავლებთ დიაგონალს. მართკუთხედი არის პარალელოგრამის კერძო შემთხვევა, დიაგონალები შუაზე იყოფა, კი ბატონო, მაგრამ მართკუთხედს თავის საკუთრებისება რა აქვს? დიაგონალები ტოლია. თუ დიაგონალები ტოლია, მაშინ ნახევრების ტოლი იქნებოდა. ესე იგი, ეს თუ 30 გრადუსიან კუთხეა, ესეც 30 გრადუსიან კუთხე გამოდის. მაშინ აი ამ სამკუთხედისთვის ეს კუთხე ხო გარე კუთხეა და ეს ხო გამოდის 60 გრადუსი, ხო? ეს თუ 30 იყო და ესეც 30.
შესაბამისად, დიაგონალებს შორის უმცირესი კუთხე იქნებოდა 60. ნუ ეს 120 იქნებოდა. თქვენ მოგეკითხებოდნენ უმცირეს კუთხეს. ანუ 22-ში პასუხად დავწერდით 60. პასუხი 60. 23 ამოცანა. მართკუთხედის დიაგონალებს შორის კუთხე 50-ია, იპოვეთ კუთხე დიაგონალსა და მცირე გვერდს შორის. ნუ დაალაგებით ამას და ნახავდით პასუხს. არა, პრობლემა კაია დავწეროთ. მაინც ახალი ხილია და ყურადღებით მოვექცეთ. ჯერ არ არის ახლა ყურში გათელილი პარალელოგრამების და შესაბამისად მართკუთხედი, რომბის, კვადრატის საკითხი. ნუ ახლა მცირე კუთხე, რომელიცაა ცხადია, ის წინ იქნებოდა მცირე გვერდი, არ არის რთული შეხედებელი და თუ ეს 50 გრადუსია, ხო ვიცით ეს ტოლფერდა იქნება, იმიტომ რომ მართკუთხედში დიაგონალები ტოლია, შესაბამისად ნახევრებიც ტოლია და ეს გამოვიდოდა 65 გრადუსი, ხო? ჯამი 180 იქნებოდა, გამოვიდოდა 50 საკუთრად ტოლფერდა, ანუ გაიყოფოდა შუაზე 130. იპოვეთ კუთხე დიაგონალსა და მცირე გვერდს შორის. აი, პასუხი იქნებოდა 65. 24 ამოცანა. რომლის დიაგონალის მიერ ერთ გვერდთან შედგენილი კუთხე 33 გრადუსია. ისა რომს აქვს განსაკუთრებული, ხო? რომბის პარალელოგრამია, პარალელოგრამისთვის რა თქმა უნდა ავტომატურად გადმოდის რომში, მაგრამ რომს არ ჰქონდა საკუთარი. ნუ ის დიაგონალს ეხებოდა და რა იყო? თუ დიაგონალს გავლებდი, კუთხის ბისექტრისები გაგივლია, ხო? და ერთ-ერთ გვერდთან კუთხე 53 თუ იყო, ასე რომ გავლებდი დიაგონალს და ეს 53 გრადუსია კუთხე გამოდიოდა, თავისთავად ქვემოთაც 53 იქნებოდა, ამიტომ რომ რომში კუთხის დიაგონალები ბისექტრისებია, ხო? ბისექტრისები, კუთხის ბისექტრისებია. ესეც ამის ტოლი იქნებოდა, რომ შესაბამისად დათვლადია. ხო, და ანუ რომბის ერთი კუთხე გამოვიდა 106 გრადუსი, მეორე კუთხე იქნებოდა 180 - 106, ანუ 74 გრადუსი. კარგი. 25 ამოცანა. მოდი დავხოთ რა სირთულის ჩას. პარალელოგრამში AC დიაგონალი ორჯერ მეტია AB გვერდზე. 25 გავაკეთოთ. ავიღოთ პარალელოგრამი. გავავლოთ AC დიაგონალი და აღმოჩნდა, რომ AC უდრის 2AB-ს. თუ თქვათ, მცირე გვერდი იყოს A. თქვათ, ეზია დამოკიდებული ხო, მცირე გვერდს დავარქმევდით AB-ს. პრინციპში ასეც ეწერა. AB ეწერა აქ. არ დავის და თქვა. კუთხე ACD ხო და ორჯერ მეტი არის, ნუ აქ შეგიძლიათ უკვე დააფიქსიროთ, რომ აი თუ თქვენ გაავლებდით მეორე დიაგონალს, რომ ეს იქნებოდა ტოლგვერდა საკუთხედი. ოდიში მართკუთხედში არ იყო ჩვენ პარალელოგრამში ვართ. ხო, და AC დიაგონალი თუ გავავლებდით მეორე დიაგონალსაც, BC-საც, AC ხო ორჯერ მეტი იყო AB-ზე, ანუ AB თუ იქნებოდა A, ეს ხო 2A იქნებოდა AC, მაგრამ დიაგონალი ხო შუაზე გაიყო. აი ეს ხო A-ის ტოლია. და შესაბამისად 2A შუაზე რო გაიყოფოდა, ესეც A იქნებოდა. ანუ გამოდის, რომ და საკუთხედი BAO ტოლფერდა. იმიტომ რომ უკვე მცირე გვერდი ტოლი იყო დიაგონალის ნახევრის. შესაბამისად ეს კუთხე ამ კუთხის ტოლი გამოდიოდა. ACD კუთხე ვიცოდით იყო 150 გრადუსი. და ვარქვათ. ანუ აქ ისე არის წარმოდგენილი, მეგობრებო, ნახაზი ხო პირიქითაა. ანუ თუ დააკვირდებით,
25-ის ნახაზ C ბლაბი კუთხე გამოდის. ხა ჩვენთან ერთად ასე არ გამოდის, მაგრამ ну კაი, ნახაზი იდეალურ სიზუსტით რო არ მივიღოთ კუთხე C 150 გრადუსი თუ არის, თავისთავად გამოგვივა ახლა C მაგრამ რაღაცა ეს რომ გაცეთი ეს 150 გრადუსი. გოდიშა ეს გამოდის 150 გრადუსი, ხო? და ეს თუ 150 გრადუსია, დააკვირდით OCD საკუთხედი ხო ტოლფერდა, იმიტომ რომ CD გვერდიც მცირე გვერდის ტოლია. შესაბამისად, ეს თუ 150 გრადუსია, 15 გრადუსი გამოვიდოდა აი ამ საკუთხედში, ამ საკუთხედში 15 გრადუსი გამოვიდოდა ფუძეს თავდებარე კუთხე ეს 15 გრადუსი იქნებოდა და აი აქაც 15 გრადუსი იქნებოდა. კარგი. შესაბამისად, დიაგონალებს შორის მცირე კუთხე რა გამოვიდოდა? გამოვიდოდა მეგობრებო 15 გრადუსი. აი ეს იქნებოდა თვითონ დიაგონალებს შორის მცირე კუთხე. ეს ხო გამოვიდა 15 გრადუსი. და საკუთხედის თვისებით. 150 გრადუსი ეკუთხე თუ იყო ეგ, ცხადია 15 იქნებოდნენ ესენი. 26 ამოცანა. რომლის პერიმეტრი არის 60, მის ერთ-ერთი დიაგონალი არის 15. ну რომბი გასაუბროთ რომ არის პარალელოგრამი, რომლის ყველა გვერდი ტოლია, ხო? ასეც იხატება, ჩვეულებრივი პარალელოგრამითაც შეგიძლია დახატო. მე ასეთ ნახატს მეორე ტიპის ნახატს ვიყენებ, ძირითადად მაშინ, როცა სიმაღლეებზეა საუბარი. რომბის ფართობი და რაღაც მსგავსი რაღაცაა დასაწერი და ყველა სხვა შემთხვევაში ასე წერ. ხო, ну წრეწირის თუაში ჩახაზული, ასე მიყვარს რომბის დაწერა მეორენაირად. ახლა რომბის პერიმეტრი არის 60. რომბის პერიმეტრი არის 60, ნიშნავს, რომ გვერდები თუ იქნებოდა ყველა ერთნაირი და არის კიდეც, ანუ 4-ია, ეგ 60 თუ გამოდის, გვერდი გამოდის 15, ხო? ეს 15 იქნებოდა, ეს 15 იქნებოდა და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი დიაგონალი თუ 15-ია, ცხადია, ეს ვერ იქნებოდა მახვილი წვეროების შემართებელი დიაგონალი, მახვილი კუთხის წვეროების, იმიტომ რომ ეს ხო ბლაგვი კუთხეა და ბლაგვი კუთხის მოპირდაპირე გვერდი უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე მიმდებარე გვერდები და შესაბამისად აქ თუ რომელიმე დიაგონალი იქნებოდა გვერდის ტოლი, იქნებოდა აუცილებლად მცირე დიაგონალი. და ესენი თუ ერთმანეთის ტოლია, ეს 15 არ გამოდის? და რომბის კუთხეები იქნებოდა x60, x60, x60 და რადგანაც ბისექტრისა, ესეც 60 იქნებოდა. ანუ 60 და 120 იქნებოდა რომბის კუთხეები. მოდი 27 ამოცანა ვნახოთ. რომბის პერიმეტრი არის 24, სიმაღლე 3. მოდი ახლა რომბი ასე დავხატოთ, რადგან სიმაღლე ახსენეს, მითხარით ასე უფრო მიჩვენია მაშინ ხატო. და რა, ახლა თან მოხამის არის, რომ არა აქვს მნიშვნელობა რომში რომელ გვერდზე არის სიმაღლე დაშლილი. ხა უბრალოდ პარალელოგრამი რო ყოფილიყო მცეული, ცხადია აქ სიმაღლეები სიგრძით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, შეიძლება სიმაღლე გარეთაც კი გაივლოს პარალელოგრამში გარეთაც კი მოხდეს საკუთხედს გავს და ასე თავისი ხასიათით. და რომბის სამივე გვერდი ანუ თუ პერიმეტრი 24-ია, ხო ცხადია რომ გვერდები იქნებოდა x-ები, ხო, x, იმიტომ რომ 4-ს უნდა გაყოფილიყო პერიმეტრი. სიმაღლე არის 3. ну რომბის ყველა სიმაღლე აქ დაუშვებდი, ერთი და იგივეა, 3 იქნებოდა ამ ერთთან დაუშვათ.
და აქ მიიღება ძალიან საინტერესო სიტუაცია, მიიღება მართკუთხა სამკუთხედი, სადაც კათედი არის ჰიპოტენუზის ნახევარი. და შესაბამისად გამოდის, რომ ის იქნებოდა 30 გრადუსიანი კუთხის წინ. მაშინ ბლაგვი კუთხე რომბში იქნებოდა 150 გრადუსი. ჩვენ გვეკითხებოდნენ რომბის ორივე კუთხე უნდა გვეპოვა და პასუხი იქნებოდა 30 და 150. ну აქ არის საინტერესო სიტუაცია, მოდი გამოვიყენოთ ეს ნახაზი, როგორც არის მოცემული, უღა გადავხაზავთ. და ვიცით, რომ რომბის პერიმეტრი არის 8. ეგრევე რომბის პერიმეტრი თუ არის 8, თქვათ ახლა უცებ გვერდი 2 არ გამოვა, იმიტომ რომ 4-ია იქნებოდა ვისტოლი და გვერდი გამოვიდოდა 2. ანუ ეს გვერდები 2-ები. მაშინ ჩახაზული წრეწირის რადიუსი 0.5. ახლა რა უნდა დავინახოთ? მაგ ხო სადღაც ცენტრი იქნებოდა. აი, გავიგეთ, რაცა ჩახაზული წრეწირით ნიშნავს, რომ 4 გვერდი მისთვის მხედია. მაგრამ როდესაც ასე პარალელოგრამში, მithmetes რომბში ხატავ წრეწირს, შიგნით ხაზავ წრეწირს, ну, ერთი ბუღავია შენ თუ ამ ხებზე გავლებდი სიმაღლეს, აი ასე მერე ქვედა ხებზეც გავლებდი სიმაღლეს, ხო? ეს სიმაღლები ხო იარსებოდა და ეს თან გამოდის რა, ხების შეხების წერტილში გავლებული სიმაღლე, ესე იგი ცენტრიდან ანუ რადიუსი იქნებოდა, ხო? იმიტომ რომ შეხების წერტილში გავლებული რადიუსია სწორედ ხების მართობული და ქვემოთაც რადიუსი იქნებოდა. ესე იგი, წრეწირის დიამეტრი გამოდის პარალელოგრამის სიმაღლე. A-ში პარალელოგრამის გამოდის D წრის დიამეტრი იქნებოდა ამ შემთხვევაში სიმაღლე. და დააკვირდით ახლა ეს ხო იგივე ერთი სტოლია. R თუ არის 0.5, მაშინ ერთი სტოლი არ გამოდის? ანუ თუ თქვენ დადგებოდით და აქედან სიმაღლეს დაუშვებთ, ის აი მიიღებდით სამკუთხედს, სადაც ერთ-ერთი გვერდი იყო 2-იანი, ხოლო მეორე გვერდი იყო 1-იანი. შესაბამისად, რა იქნებოდა მესამე ამ სამკუთხედში, მესამე სამკუთხედის გვერდი? გაცრავად, უბრალოდ ჩვენ კუთხეს ვთხოვეთ. კუთხე რა იქნებოდა 30 გრადუსი არ იქნებოდა აქ? იმიტომ რომ 30 გრადუსია კუთხის მოპირდაპირე კათეტი გამოდიოდა ჰიპოტენუზის ნახევარში. შესაბამისად, ეს 30 იქნებოდა, ხოლო დიდი კუთხე იქნებოდა 150 გრადუსი, ანუ ბლაგვი კუთხე. ჩვენ ბლაგს ვთხოვდეთ ამ შემთხვევაში და რადგანაც מחვილები ვიღეთ, ანუ ბლაგს დავფრინდით. 29 ამოცანა. 29 პროფესორად. იპოვეთ ესე ტოლფერდა ტრაპეციის პერიმეტრი. ახლა უკვე ახლა ტრაპეციაზე გადავიდით. მოცემულია ტოლფერდა ტრაპეცია. ტოლფერდა. პერიმეტრი უნდა ვიპოვოთ ტრაპეციის. იმახვილი კუთხე არის 60 გრადუსი. ფუძეები არის 15 და 59. ახლა აქ რა თვისების გამოყენებაა მნიშვნელოვანი. აი მე როგორც გითხარით, ტოლფერდა ტრაპეციას გააჩნია მნიშვნელოვანი თვისებები. მოდი მე განახილოთ ახლა ამ თვისებების ჩამონათვალს. ირჩვენებთ აგერ ჩემ ხელნაწერ წესებს კონტროლულად საკუთარი გემოვნებით დალაგებულს ზოგიერთ შემთხვევაში და აქ არის ტოლფერდა ტრაპეციის თვისებები. და რა თვისება აქვს, ხო? აი პირველი თვისება ჩანს, რომ ფუძესთან, მცირე ფუძესთან და შესაბამისად დიდ ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია. მერე ტოლფერდა ტრაპეციის დიაგონალები ერთმანეთის ტოლი გამოდის. ხო? მარტივად შეგვიძლია დავამტკიცოთ ამ სამკუთხედის და აი ამ სამკუთხედის ტოლობით. მერე ფუძესთან ესე იგი დიაგონალების გავლების შედეგად ტოლფერდა ტრაპეციაში
მცირე ფუძესთან მიღებული სამკუთხედის ტოლფერდა, დიდ ფუძესთან მიღებული სამკუთხედის ტოლფერდა. და კიდევ ორი პატარა თვისება, ეგ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომ ტოლფერდა ტრაპეციაში სიმაღლის მიერ დიდ ფუძეზე მოიკვეთება ორი მონაკვეთი, მცირე მონაკვეთი არის ფუძეების სხვაობის ნახევარი, ხოლო დიდი მონაკვეთი ფუძეების ჯამის ნახევარი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და მუდმივად ძალიან აქტიურად უნდა გახსოვდეთ რა. თუმცა დასაბუთებად საკმაოდ მარტივია, თუ თქვენ აიღებთ ტოლფერდა ტრაპეციას, და ეს იქნება A გვერდი, ეს B გვერდი და დაუშვებთ სიმაღლეს და დაუშვებთ მეორე სიმაღლეს. ხო? ეს ხო იქნება. და აი ეს თქვა x და x, იმიტომ რომ მარტივი საჩვენებელია, რომ ეს ორი სამკუთხედი ტოლია. ტოლფერდა ტრაპეცია. და შესაბამისად გამოდის, რომ B არის 2x + a-ს ტოლი. და აქედან 2x ხო ტოლი იქნებოდა, გადავიდა გამოკლებით, ანუ b - 100 და შესაბამისად b - 100 ნახევარი გამოდიოდა x. ანუ გამოდის, რომ ეს მცირე მონაკვეთი არის ფუძეების სხვაობის ნახევარი და ძალიან მარტივად ნახეთ ახლა, რომ ეს დიდი მონაკვეთი იქნება ფუძეების ჯამის ნახევარი, იმიტომ რომ b - a ნახევარს უნდა დამემატოს a და ეს იქნებოდა b - 100 + 2, ანუ a + a-ს ნახევარი. ანუ ესე იგი სიმაღლე, აი თქვენ რომ ტოლფერდა ტრაპეციას აიღებთ და გავთ რომელიმე ერთ სიმაღლეს, ხო? და მცირე გვერდი არის ფუძეების სხვაობის ნახევარი, დიდი გვერდი არის ფუძეების ჯამის ნახევარი. და ბოლო თვისება ეს ცოტა კერძო შემთხვევაა, როდესაც ნახეთ, მოცემულია ტოლფერდა ტრაპეცია და თან დიაგონალები მართკუთხედს ადგენენ ერთმანეთთან. ანუ თუ ტოლფერდა ტრაპეციის, აი აღმოჩნდა რა, რომ ეს ტოლფერდა ტრაპეციის სიმაღლეები ურთიერთმართობულია, ასე რომ ქონდა დახატული. შესაბამისად, ну, რა გამოდის, რა მტკიცდება, მარტივი საჩვენებელია ეგეც. რომ ტრაპეციის სიმაღლე ტრაპეციის შუა ხაზის ტოლია. ეს ფაქტი გულინდება. და აი მოდი აბა ჩვენ ახლა გავაგრძელოთ ამოცანების განხილვა. ჩვენ ვართ გაჩერებული, ანუ რა დეტალზე 29-ში, რომ ნახეთ, ესე იგი სიმაღლე არ ქონდა დაშვებული, რომ ტრაპეციის პერიმეტრს გვეკითხებოდნენ და დავწერთ შემოვიტანეთ აღნიშვნას, ვთქვათ, ეს არის ეს, ანუ გამოვიდოდა 200 + 15 + 59, ეგ არის 64, ხო? ანუ ამის ტოლი გამოდიოდა ტრაპეციის პერიმეტრი და ჩვენ ახლა A დასათვლელი გვაქვს და A-ს დავითვლით, აი ტოლფერდა ტრაპეციაში ლამის ასე დოგმასავით გადის, რომ სიმაღლე არის დასაშვები დიდ ფუძეზე და რომ დაუშვებდით ახლა ეს 30 გრადუსიანი კუთხე იყო. მერე ეს ხო გამოდიოდა 59-ს - 15-ის ნახევარი. ეგ რამდენია? ეს გამოდის 17, ხო? ანუ გამოდის, მეგობრებო, რომ 30-ის მოპირდაპირე გვერდი 30 გრადუსიან კუთხეს იყო 17. ესე იგი, აქედან იქნებოდა მასე ორჯერ დიდი, ანუ 34. რას გთხოვდნენ? იპოვეთ ტრაპეციის პერიმეტრი, ხო? და ჩავსვამდით ახლა 34-ს აქ შევიტანით, ანუ ორჯერ 34-ს + 64, ესე იგი 68-ს + 64 იქნებოდა და ესე იგი 68-ს + 64 და შესაბამისად 132 იქნებოდა პასუხი. 30 ამოცანა. ესე იგი ტრაპეციის შუა ხაზის სიგრძე არის 10. ტრაპეციის შუა ხაზი ნებისმიერი ტრაპეციისთვის რას უდრის? დავწეროთ ეს შუა ხაზი
რა არის შუა ხაზი? ფერდების შუა წერტილების შემაერთებელი მონაკვეთი. და რისი ტოლია შუა ხაზი? ფუძეების ჯამის ნახევრის. დიდი ფუძე მცირეზე საბჯერ მეტი თუ არის, ანუ მცირე თუ იქნებოდა A, დიდი იქნებოდა S-ავია და შესაბამისად შუა ხაზი, მოდი n-ით რო აღვნიშნოთ, ანუ mn-ი რა გამოვიდოდა? 100 პლუს 3 100 ნახევარი. შესაბამისად mn-ი არის 10 a პლუს 3 a მეოთხედი, ანუ 20 უდრის 400 და უდრიდა 5. ფუძეებს თხოვდნენ, ანუ ფუძეები იქნებოდა 5 და 15. 51 აღმოცენდა. ეხლა ისეთი ჩვენს დიდი. რა ვიდა? დავაკვირდეთ აბა. ნახაზე ABCD და CDMN კვადრატებია. კი ბატონო, ეს კვადრატებია ასე. მერე და BEK სამკუთხედია. ხო, BEK სამკუთხედი. არც მართკუთხა არაფერი ისე გვეუბნება. ABCD კვადრატის პერიმეტრი არის 40. დავწეროთ პერიმეტრი ABCD-ს. ხო, BEK სამკუთხედია. ABCD კვადრატის პერიმეტრი არის 40. ნუ ABCD არის ეს პატარა მართკუთხედია, ხო? და კვადრატი პრინციპში და AB გვერდი ხო გამოვიდოდა 10-ის ტოლი. პატარა კვადრატი თუ და პერიმეტრი თუ არის 40, 10 იქნებოდა გვერდები. კიდევ რა ვიცით? BK საკუთხედის პერიმეტრი არის პერიმეტრი B BK-ზე არის 45. BK პერიმეტრი 45 გამოვიდა. იპოვეთ ABK ხუთკუთხედის პერიმეტრი. ნუ დიდი ფიგურის პერიმეტრს ითხოვენ. მოდი დავწეროთ ლათინური პატარა ასოები. წითლად დავაწერ. ანუ ეს ხო 10-ია. ანალოგიურად ესეც 10 იქნებოდა, ხო აქ. ეს ხო ესეც 10 იქნებოდა, იმიტომ რომ აქეთა მარცხენა თუ კვადრატი იყო, ხო მე უნდა პირობა რომ ორივე კვადრატიაო და ანუ CKMD-ს იქნებოდა კვადრატი და რადგანაც გვერდი საერთო აქვს 1, ანუ გავდის რომ ყველა გვერდი იქნებოდა ასე 10-10. ახლა თუ თქვენ ადგებით და BK საკუთხედის პერიმეტრს გაშლით, დაწერია, ეგ ხო წერია BS პლუს EK და პლუს ამ შემთხვევაში 20, ხო? ეგ გამოდიოდა 45. 45. და თუში ანუ BS პლუს აი ამას რო დავაწყე ლათინურ პატარა ასოებს რა A და B. ანუ ეს არის, ეს B არის, ანუ მათი ჯამი გამოდიოდა 25. ჩვენ რას ვთხოვდნენ? რა უნდათ 31-ში? ABEK ხუთკუთხედის პერიმეტრი იპოვება. რა არის ახლა ABEK? ანუ თლიანად ამ ფიგურის პერიმეტრი, ხო? პერიმეტრი ABEK-ის. ეს არის 10, ანუ აბათიანს დამატებული A, დამატებული B, ანუ გარედან უნდა გავხდეთ, ხო? ასე. დამატებული 10, დამატებული 10, დამატებული 10. ნუ რა გამოვიდა? გამოვიდა რომ A პლუს B-ს პლუს 40 ქონია, ხო? 1, 2, 3, 4. კი. ეს გვჭირდება ჩვენ. რა ვიცით? ჩვენ ვიცით რომ A პლუს B არის 25, აგერ ხო არის მოცემული.
და შესაბამისად ეს გამოდიოდა 65. ხო? გავიგეთ ხო რა გავაკეთე? გაშლის სახით მეწერა თუ რაც იყო მოცემული და აღმოჩნდა რომ რასაც მეკითხებიან ისიც გაშლის სახით რო ჩავწერე, რაც მჭირდებოდა ეგ უკვე დათვლილი გქონია. ვიდეოს და მე-12 ამოცანა ვნახოთ. წრეწირის დიამეტრის ბოლოებიდან რომელიღაცა მხებამდე მანძილები და B სტოლია. კარგი, ავიღოთ წრეწირი, გავავლოთ მხები. აბა ავსონ და რა გვინდა ახლა მანძილი დიამეტრის ბოლოებიდან რომელიღაც მხებამდე ანუ ავიღოთ დიამეტრი და არ არის სავალდებულო მანდამაინც ამის პარალელური იყო ხო სხვა მაშინ მანძილები გამოვიდოდა ტოლი და რადგანაც არა ტოლი გამოდიოდა დაახლოებით ასეთი სიტუაცია იქნება ეს არის A ეს არის B ანუ რა ვიცით ახლა ჩვენ გავიდა ხებავდი მანძილები A და B არის ანუ უნდა გავავლოთ ეს მანძილი ეგ არის A უნდა გავავლოთ ეს მანძილი ხო რა ეს იქნებოდა B ეგ ვიცოდით A და B სტოლია ხებავდი მანძილები კითხვა იპოვეთ წრეწირის რადიუსი ანუ წრეწირის დიამეტრის ბოლოებიდან რომელიღაც მხებამდე მანძილები არის A და B და უნდა ვიპოვოთ წრეწირის რადიუსი. ნუ სად იქნებოდა ხა წრეწირის რადიუსი? აქაც შეგვეძლო თავისუფლად ასე დაგვიშვა. მაგრამ ასე რომ დავუშვებდით ცენტრიდან რაზე გამოდიოდა სიმაღლე დაშვებული? ცენტრიდან გამოდიოდა ხებზე ხო? მაგრამ ხებზე ჩვენ მართობის გავლება ერთი ვიცით, ეს არის შეხებისთში გავლებული. მაგრამ ამ ოწერტილიდან მოცემული ციფრის მიმართ მეტ მართობს ხო ვეღარ გადადებ გავლი. ამიტომ აი ეს იქნებოდა სწორედ ის მართობი. იპოვეთ წრეწირის რადიუსი. მოგკითხებია ჩვენ, აი ეგ არის რადიუსი. ახლა დააგვირდით ოქროები. რა სიტუაციაა? ანუ ეს ხო ამის ტოლია. კი ბატონო. ეს ხო მანძილები იყო. ანუ შუა მონაკვეთის პარალელურია. გამოვიდა რომ ნახეთ ტრაპეციაში მე შუა წერტილიდან გავავლე ფუძეების პარალელური ხაზი და ამ შუა წერტილიდან პარალელურს გავავლე ფუძეებისას რა გამოვა შუა ხაზი არ გამოვა ტრაპეციის შუა ხაზი რატო ისიც იქნება ფუძეების პარალელური და შუა წერტილზე გადის ერთ-ერთი კვირტი სადია მეორე კვირტის შუა წერტილზეც გაივლის ანუ გამოდის რომ ეს ხო ერი იყო ეს A და ეს B ხო ერი გამოდის A და B საშუალო არითმეტიკული მოდი 33-ზე დავფიქსეთ ახლა მართკუთხედის ფორმის ფიგურიდან ამოჭრეს ABCD მართკუთხედი ხო აი როგორც ხედავთ აქ არის ამოჭრილი ხო შედეგად ფიგურის ფართო პერიმეტრი 60 სანტიმეტრით გაიზარდა. იპოვეთ AD. ნახავს ხედავთ თქვენ, როგორც არის სიტუაცია და კაი მოდი ჩვენს დავხაზოთ. რა დროს ეს აიღებსა.
ნუ ეს არის A, B. ქალისუფლებით C, C. ანუ თავიდან იყო რაღაცა მართკუთხედი, მე ამოჭრეს ეს და პერიმეტრი 60-ით გაიზარდა. ნუ რა გამოიწვია ხა პერიმეტრის ზრდა? თქვენ თუ დააკვირდებით, A, B, კაცა აქვს და აქ რო ჩამოვიტანოთ, არ იქნებოდა სრული მართკუთხედი? ანუ რა არის განსხვავება ამ ასეთ როგორ გითხრათ ახლა ასეთი წესით მიღებულ მრავალკუთხედსა და თავიდან რომ იყო ამათ შორის განსხვავება რა არის? განსხვავება გამოდის აი ეს ორი მონაკვეთი. A-დი და B-ზე. ყველა სხვა შემთხვევაში თუ პრინციპში ხო აი განსხვავება გამოდის აი ეს. იმიტომ რომ AB-ს ჩამოიტანდი აქ და განსხვავება გამოდიოდა აი ამ მართკუთხედისგან ნუ ვერტიკალურად თქვენ შიგნით აღებული პატარა მონაკვეთები. და რა ვიცი ჩვენ ახლა ესე იგი მართკუთხედის ფორმის ფიგურიდან რომ ამოჭრეს ABC და შედეგად ფიგურის პერიმეტრი გახდა 60. ნუ ამ ფიგურის პერიმეტრი არის 60, მაგრამ ნუ რის ხარჯზე ახლა მოდი დავაწეროთ ლათინური პატარა ასოები. ხო, გაჩვენოთ ეს არის A, ეს B, ესეც იყოს A და მოდი ახლა რა ვქნათ იცით? ეგ შემოვიტანოთ ეს იყოს თქვათ X, მაგრამ X უცნაურად აღსოცირდება და კაი იყოს აქ C, D, მაშინ ესეც D ხო იქნებოდა ცხადია და ეს E. მოდით ცოტა დავაწეროთ. ანუ ეს იქნებოდა C, ეს D, ეს E, ესეც D და ეს C რატო იქნება? ეს შეიძლება სხვა რაღაცაა, რომ F. ხო? ადი შეიძლება იყოს F. ახლა დააკვირდით ერთ გარემოებას ამ ლოგიკით რა გამოდის საწყისი სამკუთხედის პარალელოგრამის პერიმეტრი A, B, A და ესეც B ხო გამოდის, მაგრამ B იგივე რა არის, აი აქედან აქამდე, ანუ ეს არის C-ს დამატებული E, დამატებული F. ანუ ეგ არის რა. ესე იგი Z-მეტი იყო ეს ორი ხაზი. ახლა დააკვირდით თუ არ არის ასე, ხო? იმიტომ რომ აქ რო ჩავსვა, ესეც E იქნებოდა. და შესაბამისად გაცრავად, დავწეროთ ხო და F. ახლა ფიგურის პერიმეტრი ხო, გაიზარდა 60-ით. ანუ ამის პერიმეტრი რა იყო? ამისი, რაცაა საწყისის. ეს 60-ით გაიზარდა. ეს იყო A-ს დამატებული B, დამატებული A, დამატებული მე ესე რომ დავწეროთ C, D, E, D, F, ანუ C დამატებული A, დამატებული F და დამატებული 2D. ასეთი რაღაცა. და ჩვენ ვიცით აი ეს ჯავი ამ საწყის ჯავს ანუ ასე ვქოთ A-ს დამატებული E, C, F, ოღონდ ეს ორჯერ. აი ეგ არის ზედასა და ქვედა შორის განსხვავება. ანუ მოდით ნახოთ ახლა ესე იგი რა გამოდის აი ეგ იქნებოდა იქნება ეს ზედმეტად ფაქ ესე იგი A-ს დამატებული B, დამატებული A, დამატებული C, დამატებული ეს D, ანუ C, ესე იგი A-ს დამატებული B, დამატებული A, დამატებული F, ხო? დამატებული D, დამატებული
მოდი ვქრები ამერი აქ და დავწერე სოციალ თანმიმდევრულად. და შევადაროთ მე ერთმანეთს გამოვაკლოთ რა არის განსხვავება. პრინციპში განსხვავება ორიდი არის, ხო? ბევრი ვილაპარაკი ახლა ამაზე და მე მინდოდა უბრალოდ დაგინხა თქვენ, რომ აი თუ თქვენ ამ მონაკვეთს ჩამოიტანდით, ბევრი ეს კოდიშ გიხდით, აი წელა ეს. აი ამ მონაკვეთს თუ ჩამოიტანდით აქ და დასვამდით, აი ასე ცოტა გაგვიჭირდა სისტემამ და გავჭირდა წერ. ეს დიდი დატვირთვამი იყო ჩვენმა. აი, მოდი აქ წავშალოთ საერთოდ. აქ აი ეს მონაკვეთი რომ ჩამოგესრიალებინათ ქვევით ჩამოვიდოდა, ხო გამოვიდოდა რომ რაც არის ამის პერიმეტრი, იგივე არის ამის პერიმეტრი, ოღონდ განსხვავება არის ეს ორი ჯოხი. ხო? ყველაფერი არის იგივე. ანუ ეს ჩამოვიდოდა ქვემოთ და C + E + F ხო გავდის B და მაშინ დიდი სამკუთხედის პერიმეტრი დიდი მართკუთხედის რაც არის შეჭრილი ფიგურის პერიმეტრი რა იქნებოდა A-ს დამატებული B დამატებული A და მე არის აი ეს შიგთავსი ხო რაც არის ესე იგი C + E + F + 2D და აქ რა იყო მეორესი იყო ეგ არის პირველი და ანუ უფრო საწყისი რა იყო A-ს დამატებული B დამატებული A დამატებული B მაგრამ B რა არის იგივე ეს არ არის ანუ ეს ერთნაირია და ეს და ეს გამოდის ერთნაირი ხო ყურეთ აქ ანუ განსხვავება მაშინ ამ პერიმეტრების შორის 60 მოვიდოდა ზუსტად ამ ორ D-ზე და შესაბამისად ერთი ცალი D იქნებოდა 30 სტოლი მოდი შეხა გაწვალეთ ძალიან ამის საუბარზე და ცოტა გაგვეწელა დრო. აი იყო და ეგ რა. მოდი ამით კატეგორიის ამოცანები სრულდება. ჩვენც ჩაწერა დავამთავროთ და მომდევნო ვიდეოში დაგებრუნდებით B კატეგორიის ამოცანებით.